საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობდა უკრაინაში ვიზიტის დროს საქართველოს ვიცე-პრემიერი. გიორგი ბარამიძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერ-მინისტრ სერგეი ტიგიპკოს და ქვეყნის ხელისუფლების რამდენიმე მაღალ ჩინოსანს, ასევე რუმინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს და სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. აქცენტები გაკეთდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემებზე, ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ასევე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზეც. ყოველთვის გვეძლება საშუალება შევხვდე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, პარტნიორებს, როგორც მთავრობაში, ამ შემთხვევაში ვიცე-პრემიერ ტიგიპკოსთან, ასევე პარლამენტში და უკრაინელ საზოგადოებას მოვახსენოთ სიმართლე საქართველოს შესახებ, რათა გაძლიერდეს ქართულ-უკრაინული კავშირები და ურთიერთმხარდაჭერა იყოს უფრო სერიოზული ისეთ საკითხებში, როგორც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ასევე ეკონომიკური საკითხები, ინვესტიციების მოზიდვა ტურისტების, რომლებიც ქმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს.